საფრანგეთის ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ავიაიერიშები რაქაზე. განადგურებულია ტერორისტების სამეთაურო პუნქტი, საცრუხნელი ბაზა და იარაღის საცავი. ცნობილი ხდება ახალი დეტალები, ირკვევა, რომ ის ერთადერთი გადარჩენილი ტერორისტი, რომელიც თავდასხმების დროს უვნებელი გადარჩა და გაქცევა მოახერხა, პოლიციამ ტერაქტების შემდეგ საზღვართან გააჩერა, დაკითხა და მალევე გაათავისუფლა. მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდა, რომ საფრანგეთის 26 წლის მოქალაქე აბდესალამ სალაჰი მთავარი ეჭვმიტანილია. პოლიცია ახლა მის ფოტოებს ავრცელებს, გამოცხადებულია ძებნა საერთაშორისო მასშტაბით. საფრანგეთის ავიაციამ ქალაქ რაკაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე მასშტაბური ავიაერიში განახორციელა. ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა 20-მდე გაფრენა განახორციელეს, რის შედეგადაც განადგურებულია ჯიჰადისტების სამეთაურო პუნქტი, მებრძოლთა საწვრთნელი ცენტრი და საბრძოლო მასალების საცავი. დიდი ოცეულის სამიწზემყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის თავდაცვის მიზნით ავიაერიშების განხორციელება ლეგიტიმურად შეაფასა. იმ პირობებში, როდესაც ისლამური სახელმწიფო საფრანგეთს საფრთხეს უქმნიდა და არა მხოლოდ უქმნიდა, არამედ თავს დაესხა კიდეც, სრულიად ნორმალურია, რომ ქვეყანამ თავდაცვითი ლეგიტიმური ღონისძიებები გაატაროს. ჩვენ ეს ადრეს გაგვიკეთებია და დღესაც ვაკეთებთ. როგორც იცით, რაქა ისლამური სახელმწიფოს სამეთაურო ცენტრია. ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ თავს დაგვესხნენ და უმოქმედოდ ვიყოთ. პარალელურად კი ფრანგმა და ბელგიელმა სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტების განხორციელებაში ეჭვმიტანილი 26 წლის აბდესალამ სალაჰიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალაჰი სამართალდამცველებმა თავდასხმიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს, როდესაც ის ავტომობილით ორ პირთან ერთად ბელგიის საზღვრისკენ მიემართებოდა, თუმცა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. სამართალდამცველები ასევე განიხილავენ თავდასხმის განხორციელებაში მონაწილე მეოთხე დაჯგუფების არსებობის ვერსიასაც, რომლის წევრიც შესაძლოა სწორედ სალაჰი და მისი თანამზრახველები იყვნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით გამოძიება ბელგიურ კვალზე გადის. თავდასხმების საზღვარგარეთ დაიგეგმა. თავდასხმათა დაჯგუფება ბელგიის ტერიტორიაზე მოქმედებდა და შესაძლოა მათ დახმარებას საფრანგეთშიც უწევდნენ. ამას მოკვლევა დაადგეს. პოლიციამ ასევე დააპატიმრა პარიზის გარეუბანში მცხოვრები ერთ-ერთი ტერორისტის, ომარ ისმაილის ოჯახის წევრები და მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა აწარმოა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგმა სამართალდამცველებმა ტულუზაში, კალეში, გრენობლსა და პარიზის გარეუბნებში სპეცოპერაციები განახორციელეს, რის შედეგადაც დაკავებულია ათობით პირი. გუშინ საღამოს კი პარიზის ცენტრში ცრუ განგაშს მასობრივი პანიკა მოჰყვა. რესპუბლიკის მოედანზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილ მოქალაქეებში ხმა გავრცელდა, თითქოს ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც არეულობა მოჰყვა, თუმცა სროლის ფაქტი მოგვიანებით არ დადასტურდა. როდესაც ხედავ, რომ ბევრი ხალხია, უნდა იმოქმედო, შესაძლოა ვინმე შეიარაღებული იყოს. მერვე ტერორისტი ჯერ კიდევ თავისუფალია, შესაძლოა შეიარაღებულია, არ ვიცი, ყველა დაბნეული და ძალიან შეშინებული ვართ მომხდარით. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას 3 თვით გეგმავს. თუმცა ქვეყნის კანონმდებლობით 12 დღეზე მეტი დროით საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. საკითხი განსახილველად მინისტრთა საბჭოს 4 შაბათს გადაეგზავნება.